მელის ეს რთული იქნება. გადაწყვეტილება ორივემ უნდა მივიღოთ. ნებას ვერ მოგცემ ჩემი შვილი უმამოდ გაზარდო. არ შემიძლია. ამას ვერ შევძლებ. გისმის? ოზან. ექიმი გელოდებათ. ვთხოვთ 5 წუთი მოგცეთ. რამდენი თვის ხარ? უმოთ ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ ყოველთვის გინდოდა გოგო ყოლოდა. ოცნება იმაზე მალე აგისრულდება, ვიდრე გეგონა. ფიქრობ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. მელისი საოპერაციაშია? ქალბატონი მელისი წავიდა. საათ, როდის წავიდა? არ ვიცი, არაფერი უთქვამს. თქვენ შემდეგ ისიც გავიდა. ოზან, სად ხარ? მამა, დღეს ვერ მოვალ. უკაცრავად ბატონებო, ერთი წუთით. რას ნიშნავს ვერ მოხვალ? ეს ხალხი შენ გელოდება. შეხვედრა ჩემს იმედად დანიშნა? მამა ჩემს მაგევრად ბადიში მოუხადე, დღეს ვერ მოვალ. შვილო, ენას ნამაში ხომ არ გაგონია. ეს ხალხი შენ საქმეში ფულს დებს. აღარ მორჩა ეს შენი თაფლობისთვის. საქმე ასე არ კეთდება. შენ შეხვედრამდე 9 საათით ადრე უნდა ყოფილიყავი. ეს შენი საქმეა. შენ სრულ წყვილაზე ვერ ხარ. მამა უმოთმა მიმატოვა, რა? საყვარელო ქალბატონო უმოთ. არ მჯეროდა როცა ამბობდნენ, მაგრამ თურმე პოპულარობა ადამიანებს მართლაც ცვლის. შენ ხომ დაპირდი? მეც ხომ უნდა გაგეტარებინე წითელ ხალიჩაზე. მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გაგიზიარო. თუ ინებებთ, შეგიძლიათ დამეკავშირდეთ. ჩემი მისამართიც და ტელეფონის ნომერით ძალიან კარგად იცი. სიყვარულით ჰალე. სახას იმიტომ გეუბნებით, რომ შეიძლება ვერ მიცნოთ. არ დაგავიწყდეთ. შეხვედრის დაწყებამდე მზად უნდა იყოს.
კარგი. მივხედავ, შენ არ ინერვიულო. დემეც როგორ გააჩუმებ? მომიყევი. მაინტერესებს რა იგულისხმე. მითხარი, რას აპირებ? თქვი. მაგან ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე, ვინც ცოდვილია, ქვა პირველმა იმან გვესროლოსო. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ დემეცაც აქვს ჩადენილი ისეთი ცოდვები, რომელთა გამხელაც არ უნდა. სწორი გზით თუ წავალთ, მის გაჩუმებას შევძლებთ. გასაგებია. შენ მაინც ურთხილად იყავი. ის დემეთია. შენ იცი მისი ნდობა რომ არ შეიძლება. ნუ ღელავ ფრთხილად ვარ. კარგია. ჩემ ოთახში ვიქნები. შენ მეგობარს ასეთი მანქანა არ მოუხდება, სალიხ. ოცნებას გაზი არ მოუკლავს მეგობარო. მან დრას დგახარ. ფილკი. ამ საქმეს შენ გაბარებ. აღარ მინდა ამ საქმესთვის დროის დაკარგვა. ამან რა უნდა გააკეთოს ბიძია. შენ თავს მიხედე. მე შენ გაჩვენებ ბიძიას. აქ უпросто უნდა თქვა და არა ბიძია, რამდენჯერ გითხარი. წადი. ჩემი დასვლის დროა ბატონებო. წარმატებები. ყველამ დაინახა ვინც ვარ. ამ ოჯახსაც და ბიძა ჩემსაც თუ ვინმე უნდა უპატრონოს, ეს მე ვარ. ხელი გაწიე ბიჭო, თავში მოგივარდება. უბრალოდ ქალი უნდა შევაშინოთ. გამოცდილება რომ მიიღო, იმიტომ გამოგიშვა ბიძა შენმა. ჯერ მოიცადე, საქმე გააკეთე. რომელი ქალი ბიჭო? იმ პროდიუსერის საყვარელი ხომ არა? შენ რა ჯაშუში ხარ თუ ვინ ხარ? არა, აქ გამოვიარე და შემთხვევით ყური მოვგარი. ფაქტია რომ ჩემი მანქანით არ ხარ დაინტერესებული. ამ საქმეებში ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, მხოლოდ ზედმეტი ცნობის მოყვარობის გამო. არა ვიფიქრე ჩემი დახმარება სჭირდება მეთქი, თორემ სხვა რა უნდა მინდოდეს. სხვა რა, მეტი არაფერი. წადი ზაფერ, წადი. თავს შარში ნუ გაყოფ. წადი მეგობარო, შენ საქმეს მიხედე. წადი. კარგი, მაშინ ბეიქოსზე ჩამოვსვით. ეს ერთი სიკეთე მაინც გააკეთეთ. ისე ვიქმედი ხარ? აბარა ვქნა, სანაპიროზე თავს კარგად გვერდზნობ. ოდა თქვენც მოდით. კედიც არაჩვეულებრივია. კარგი, ჩაჯიქი. გაჩერებამდე მიგიყვანთ, მერე კი გზა შენეთ გააგრძელე. წამოდი. უმოც შენ რა ხუმრობ? შენ ჭკუაზე გადაღებას ვერ გადავდებთ. მით უმეტეს ბოლო წუთს, ასე არ შეიძლება ძვირფასო. უმოთ მომისმინე. კარგი, გასაგებია. ბერილ. ახლა დაურეკე გადამხებ ჯგუფს და უმოთისთვის რამე საპატიო მიზეზი მოიფიქრე. რა უთხრა? რა ვიცი, უთხარი ჰავაიზია. რა ვიცი, რა უნდა უთხრა? უთხარი რომ ცუდად არის და ვერ დგება. საყვარელო. ტაქსი გააჩერე და ახლავე ჩემთან გამოიქეცი. კარგი, რომ დამშვიდდები, მაშინვე ჩემთან მოდი. არავის დაელაპარაკო, კარგი? მიდი ძვირფასო. დამშვიდდი და მოდი. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ბაჰარ. დამიჯერე გუგულ ფეხზე ვერ დგება. მართალი ხარ, ეს ადრე უნდა შემეტყობინებინე, ჩემი ბრალია. ბოდიშს გიხდი. ხო, ბატონ ჯიხად შეატყობინე. ძალიან დიდი მადლობა. რა თქვეს? ბატონი ჯიხადი გაგიჟებულია თორმე ყვირის. უმოც რა დაემართა, რა გითხრათ?
ქმარსაყრება. ვერ გავიგე ამ კაცებს რა ემართებათ. მე ჯანდაბას, დიდი ხნის ცოლ-ქმარი ვიყავით, მაგრამ ამათ რა დაემართათ. თითქოს ბიჭი სიგიჟემდე იყო შეყვარებული. იმისთვის იქორწინეს, რომ ორ დღეში ეღალატა. უმოც უღალატა? უფრო მეტიც, ვიღაც ქალი მისგან ფეხმძიმედ არის. მერთო ეს გაგვაყდა. ამ გოგოს ვერ გაკავშირდებით? რომელი საათია? სადაც არის დაღამდება? ბატონო, უმუთის მენეჯერმა დარეკა, გოგო ძალიან ცუდად არის, მოსვლას ვერ შეძლებს. ორ დღეში ვარსკვლავები ხდებიან, ორი სტატია გაზეთში, ორი რეპორტაჟი ტელევიზიით და გუშინდელი გომბი უკვე თავს გვამადლის. მე კი ამათ კუთხში უნდა ვდიო, აგანს დაურეგე. ისმენ ჯიჰან. ბატონო ჰაკან, გამარჯობა. რა ხდება მეგობარო? მშვიდობა? გადამღები ჯგუფი გაგიჟებულია. დღეს უმუთის სცენა უნდა გადაგველო. 1 საათის წინ უნდა დაგვეწყო. ჩვენ კი ახლა ვიგებთ, რომ კალბატონი უმოდი, თურმე არ მოდის. რა მოხდა? კალბატონი ცუდად გახდა. ამის შეტყობინება იქით იყოს. გუშინ გამოჩეკენილი ვარსკვლავი ტელეფონსაც კი არ პასუხობს. მითხარი ერთი ეს რას ნიშნავს? ჯიჰან არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს უმოც ვიცამ, მაგრამ ეს გოგო ისეთი არ არის, რომ გადაღება უმიზეზოდ გააცდენოს. ალბათ მართლა რაღაც სერიოზული შემთხვევა. ორივე ხელი სისხლში რომ კონდეს გასროლი უნდა მოვიდეს. ეს საბავშვო ბაღი არ არის, გადაღებაა. ყველა მსახიობს ასე თუ ვსდიეთ, მაშინ სერიის დროზე ჩაბარებას მომთხოვ. მე არ მეთქვამს, რომ ყველას არ უნდა ვდიოთ. ახლა ვერაფერს გავაკეთებთ. შენ ეცადე რაღაც ნაწილი მაინც გადაიღოთ. მე კი ვეცდები უმოც დავუკავშირდე. კარგი? კარგი. კარგი. ნახვამდის. ისე ყვირო და მეც კი მესმოდა, რა ხდება, რაზე გაბრაზდა? უმოთზე. გადაღებაზე არ მისულა. ღმერთო ჩემო. არ მესმის შე რატომ გრევენ ამ საქმეში? რა ვიცი დოიგო. კაცი ბრაზის განჯგუფაზე აღარ არის. ჩათვალა რომ ჩემთან უნდა დაერეკა. საყვარელო ამ საქმეს შენ უმოცდები, უმოც მე დაურეკავ. არ მპასუხობს. ნეტავ რა მოხდა? იმედია სერიოზული არაფერია. როგორც ყველას მასაც თავში აუვარდა. ერთი ორ გაზეთში დაწერეს მასზე და უკვე ამბიცია გაუჩნდა. არ გამეკვირდება მალე პირობების შეცვლას თუ მოითხოვს. ეს რა შუაშია დოიგო. ბერელმა დამერეკა, უმუთი თურმე ძალიან ცუდად ყოფილა. ალბათ ყვდება. ჯანას სუდესთან დამაგავშირე. მოიცადე, მეც ვცდი დარეკვას. არ პასუხობს ჰაკან. ცდით არაფერი დაშავდება. გისმენთ ბატონო ჰაკან. უმოთ. მეგონა ქალბატონმა სუდემ დაგირეკათ. უმოთ. გადამღები ჯგუფი ნერვიულობს. სათხარ. ორივე ვიცით რომ აბა ნამდვილად არ ხარ. უმოთ. ბატონო ჰაკან, მე დაუზანი ვშორდებით. ახალეობანი? და ბებლოკი. კორპუსი 22. ნაცმარდი, სწორად მოვედით. როდის მოვა?
ნეტავ რატო გამოგიშვებს შენთან ერთად? მიდი ახლა შენ უპასუხე. უპასუხე. გისმენთ ძმაო. როგორ მიხვდი მე რომ ვიყავი? საათში ერთხელ ხომრე გავძმაო. ახლა ზუსტად 11-ია, იოლდაც აქ არის. არსად მივდივართ, ასე ნუ აზვიადებ. კარგი. იოლდა დამალაპარაკე, მისი ხმის გაგონებაც მინდა. მზად ვარ გემსახუროთ. ასე მოგიხდებათ. ძმაო, ცუდად არ გამიგო, მაგრამ გოგონებთან ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის. გაზიანი სასმელები უნდა მოეტანათ, ჯერ არ მოუტანიათ, მინდი დაურეკე. ახლა გადავრეკავ. მიდი, შენ საქმეს მიხედე. დაშორება რატომ გადაწყვიტა? მე რა ვიცი. არ მეკითხავს. შენ რატომ ხარ ასეთი დაძაბული? რა გჭირს? ჟურნალისტები რომ გაიგებენ, ისევ შენ მოგაკითხავენ. ამიტომ ვარ დაძაბული, ჰაკან. ჯერ დემეთის საქმეც არ მოგვარებულა. Demet olayını üzerimizden atamadık. მოიცადე იქნებ მოაგვალონ თავიანთი პრობლემა. Aralarındaki sorun neyse. ბატონო ჰაკან, გურდალთან შეხვედრის დრო ახლოვდება, მინდოდა შემახსენებინა. მადლობა ჯანან. კარგი, მე წავედი. მოგვიანდება. ამ სისწრაფით თუ შეჭამ რეკორდსაც მოხსნით, უჩებით სიხვივით გექნება. მოიფიქრე საღამოსთვის რა მოამზადოთ. Ay! Asacağım თავს kendimi ya. მოვიკლა. Ne bu böyle? რა უნდა გავაკეთო? O gerizekalı მე მგონი evden ჯობდა იმ değil mi სულელს daha iyi? გავყოლოდი ცოლად. სულმესთან ერთად მოიფიქრებდი, რას მოამზადებდი თვალხმისთვის. არაჩვეულებრივად გაუგებდით ერთმანეთს. Ajanstan. სააგენტოდან არიან. Alo? გისმენთ? Evet benim. დიახ, მე ვარ. Burada. აქ არის. Ya. დიახ, Ne zaman? როდის? Şey შეიძლება რომ tek tek Çal-çal gelsek olur herhalde, gemovdet. değil mi? Birimizden birinin evde ერთ-ერთი kalması ჩვენგანი gerekiyor. სახლში აუცილებლად უნდა იყოს. İlla ki. დედა Annemiz შეუძლოდ biraz არის. rahatsız. Ya კარგი, sağ olun. კარგი, დიდი მადლობა. Nerede? სად არის? Aa süper. კარგია, Çok yakın. ძალიან კარგი. Tamam. Ახლოსაა. Mutlu. მადლობა. Kızım iki kardeş თურმე arıyorlarmış. დებს ეძებენ. Yeni çekilecek ახალ iş სერიალს oldu. იღებენ და დაგვიბარეს. ღმერთო, ახლა ამის დრო იყო? Ya fırsat ისე ნუ ამბობ, თითქოს შანსი არ გქონდეს. ო, რომელიმე მუსას უნდა შევატყობინოთ ეს არაჩვეულებრივი ამბავი. როგორ უნდა გამოვძვრეთ? საათში ერთხელ რეკავს. იცი რა, ახლა მე მოვემზადები. პირველ საათზე მუსას დავალაპარაკები და მაშინ რომ გავვარდები გადაღებაზე. ახლოსაა, ველოდებიან. როგორ მოასწრებს, საცობებია. მუსა შენ ელაპარაკე, ჩემზე თუ გაბრაზდება, სახლში მოსვლას გადაწყვეტს. სანამ აქ მოვა 2 საათნახევარი მაინც გავა. ხოდა მე მგონი მოვასწრებთ. ორივეს დაგხოცავს. ამ შანსს თუ არ გამოვიყენებთ, სახლში მზეს მზირის ჭამით დავიხოცებით. ეს შანსი არ უნდა გავუშვათ. მაშინ ჯერ მეწავალ. გისმენთ? გურდალ გამარჯობა. გამარჯობა ჰაკან. ცოტა უხერხულია, ვიცი, მithumetes ბოლო წუთს გატყობინებ, მაგრამ საქმე გამომიჩნდა. შეხვედრა ხვალ რომ დავნიშნოთ, ან მამა აუკვირას. ნებისმიერ დროს როცა გაწყობს. კარგი, შეიძლება. კარგი. მადლობა. არაფრის. ჯანანი შენს მდივანს დაურეკავს. დუიგო, მეც კი არ ვიცი რა მოხდა. გოგო ტიროდა, ლაპარაკიც არ შეეძლო.
არა, რას ამბობ? ამ აბავს გაზეთში როგორ დავაბეჭდინებ? ვიცი რომ ჰაკასაც პრობლემა შეექმნება. ჯერ დემეთის საქმეც არ მოგვარებულა. ამას დემეთიც გამოიყენებს. დაწერს რომ უმუთი ქმარს ჰაკანის გამოეყრება. საყვარელო არ გწვენია? ამაზე როგორ არ ვიფიქრებდი? კარგი, არ ინერვიულო. ამის ნებას არ მივცემ. კარგი საყვარელო, კარგი. ნახვამდის, დროებით. ქალბატონო სუდე, არც კი ვიცი როგორ გითხრათ. რა? ასეათი კიდე უფრო მეტად გაგიბუჭდებათ. ბერილ ახლა წნევა ამიწევს, მითხარი რა მოხდა. ყველა გაზეთში უმუძზე წერენ? ბატონი მეთე. კიდევ რა გააკეთა ბატონმა მეთემ? გულის შეტევა აქვს. რა? ახლა როგორ არის? არ ვიცი, მეც ინტერნეტში ვნახე, საავადმყოფოშია. მეთე ხომ ძლიერი და ჯანმრთელი კაცია. ბერილ, ნეტავ მისთვის გუშინ ეს სიტყვები არ მეთქვა. ალბათ კაცმა ინერვიულა. საავადმყოფოში უნდა წავიდე. მაგრამ ჟურნალისტები იქ იქნებიან, ხო? საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, რომ ვერ გამოჯანმრთელდეს. რამე კარგი თქვი ბერილ, რომ საავადმყოფოშია. ნიშანთაშის. კარგი ძვირფასო, კარგი. აქ არცევა? შენზე ვფიქრობდი. ვიცოდი რომ არ მეტყოდი სად იყავი. აქ მართლა გაიყინები. გული ის ამტკივას იცივე ვერაფერს დამაკლებს. Ancadan geliyor. უმოთ. 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 დედა. შვილო. რა ხდება, მამა შენმა დამირეკა. მოიცადე, ლაპარაკის თავი არ მაქვს. მომისმინე. სანამ არ მეტყვი რა ხდება, თავიდან ვერ მომიშორებ. ახლა ხანს დაქორწინდით და რა ხდება? მელისი ორსულად არის. რა? მართლა ძალიან მწუხარ. ოზანი გავაფრთხილე რომ შეიძლებოდა ყველაფერი ასე დამთავრებულიყო. ეს როგორ? თქვენ იცოდით? არა, მე ბავშვზე არაფერი ვიცოდი. ჯეისონის სასტუმროში რომ მივიყვანე, მელისი და ოზანი იქ ვნახე. მერე მაშინვე რატომ არ მეთხარით? მინდოდა რომ ოზანს თვითონ მოეყოლა. ამაზე ქორწილის დღესაც კი ვილაპარაკე. მითხრა მელისი საზღვარგარეთ წავიდაო. უმოთ ეს თქვენ ორს გეხებოდათ. ჩემი ჩარევა სწორი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა ჩემი ჩარევა. წამოდი, სახლში წაგიყვან. ახლა არავის თავი არ მაქვს. კარგი იქნება სასტუმროში თუ წამიყვანთ. ასეთ შემთხვევაში სასტუმროში მარტო დარჩენა არ ღირს. იქაური ნომრები მარტოობის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მე უკეთესი იდეა მაქვს. არ გინდა უფრო მყუდრო გარემოში საკუთარ თავთან მარტო დარჩე და თან დაისვენო. სხვა არავინ არ იქნება. არც მე. ვირდები. წამოდი. გამომართო.
მურატ, მეგობარო, რა დაგემართა? დამეხმარეთ. თხოვთ დამეხმარეთ. მურატ, მეგობარო, ცუდად ხარ? თხოვ დამეხმარეთ. დამეხმარეთ, თხოვთ. რა მოხდა? მურატ. არ ვიცი, უზებდა ეცა. ვერ სუნთქებს. თხოვთ დამეხმარეთ. სუნთქვა უჭერს, სასწრაფოს გამოვიძახებ. Ambulans çağırdım. ახლავე. ეს რას ნიშნავს შვილო? მელისი იქ დატოვე? აბა მექნა დედა. რა უნდა მექნა? არაფრის გაკეთება არ დაგჭირდათ. ჩემი იდიოტური საქციელით თვითონ გავაფუჭე ყველაფერი. უმოთი ჩემგან წავიდა. რა კარგია რა? რა თქმა უნდა, მე ისეთი უგულო დედა ვარ, რომ ამ სიტუაციაში ჩემძლია ვისი ამოვნა. ჩემი შვილი იტანჯება, მე კიდევ ბედნიერი ვარ. ასე ფიქრობ ჩემზე შვილო? ასე ფიქრობ არა? მაბადია. დედა განადგურებული ვარ. მორჩა. შვილო, მელის ხომ არ დაველაპარაკო? არა, არც იფიქრო. მაგრამ შვილო, ის ბავში შენი შვილია. დედა მე ის ბავში არ მინდოდა, ის მე არ დამიგეგმავს. მელისისთვის იმედი არ მემიცია. მან თავიდანვე იცოდა უმოთის შესახებ. იცოდა რომ მიყვარდა დედა. მახე დაგიგო? არა, ასეთი გოგონა არ არის. არ ვიცი მისთვის ექიმს უთქვამს შვილი არ გიყოლებაო თუ რაღაც მსგავსი. ეს ბავშვი შემთხვევით ჩაისახა. შემთხვევით გესმის? გულწრფელად მითხარი. მელისის მაგერად ამ სიტუაციაში უმოთი რომ აღმოჩენილიყო. ეს ბავშვი მაინც გენდომებოდა? შვილო, ეს ჩემთვის სულ სხვა რამაა. არა. ეს შენი შვილია. და ჩემი შვილი. მაინც არ გენდომებოდა, ეს ზუსტად ვიცი. ამაში დარწმუნებული ვარ. ოზან. არა დედა. თქო ცოტა ხანს მარტო დამტოვე. გისმენ ძმაო? აბა რასრულით? Yemek საჭმელს ვამზადებთ. ოჩა. სელდა დამალაპარაკე. Abi ძმაო, istersen რა გინდა, tuvalete ტელეფონი telefon ტუალეტში დავდგათ? ტუალეტშია? Yani. თუნებას მოგცემ, ჩვენს ბუნებრივ მოთხოვნილებებს დავიკმაყოფილებთ. იმედია ამასაც არ აგვიგზალა. სისულელებს ნუბოდავ. ანერობს ნუმისნე. გათიშე, მიდი, გათიშე. დიახ, მელის. ახლავე უნდა შევხვდეთ. ბოდიშს გიხდით, ქალბატონო ემელ, არ მინდოდა თქვენთვის პრობლემები შევექმნა. მელის სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ არა ტელეფონით. ოზანმა არ იცის, რომ გირეკავდა ვერც გაიგებს. სათხარ, მეგობართან ვარ კუნძულზე. მინდოდა სადმე შორს წავსულიყავი. შეიძლება მოვიდე. ქალბატონო ემელ, დამიჯერეთ, ახლა ნამდვილად არ შემიძლია ლაპარაკი. შეიძლება ხვალ ვილაპარაკოთ. კარგი, ხვალ იყოს. დამეხმარეთ. ვინმე მიშველეთ.
მიშველეთ. დამეხმარეთ. მიშველეთ. Yardım edin. İmdat. დაო. ამდენი ყვირილი თუ მხოლოდ ყელი გედგინება. შენს ხმას მაინც არავინ გაიგებს. Ne istiyorsun არა benden? გინდათ ჩემგან. არაფერი. უბრალოდ გასავლეთ ენას კბილი როგორ უნდა დააჭირო. სულ ეს არის. Hakan mı? ჰაკანმა დაგიქირავათ არა? Soracağım adama. ამისთვის პასუხს აგებს. აუცილებლად. Siz benim kim იცით olduğumu მე ვინ ვარ? ყველად კი არ ვთქვით. ეს ხელი გააჩუმეთო. შეხედე ერთი რამდენს ლაპარაკობს. რა ქენი ბიჭო? ძმაო გეფიცები? დამავიწყდა ძმაო. დატენილი იყო. ეს რა გააკეთეთ? დასწავლოს ღმერთმა მკვდარია. რა ვქნა ძმაო? ბიძამ რომ გაიგოს ცუდ დღეში შემაგდებს. მადლობა თქვენ რომ ბიძა შენია. თორემ ცუდ დღეში კი არ ჩაგაგდება, მოკლავდა. იდიოტო, ხელში იარაღი გეჭირავს, იარაღი. ამის დავიწყება როგორ შეიძლება? დაურეკე, მიდი, დაურეკე. ძმაო, გემოდარები შენ დაურეკე. დაო. დაო. მზად არის. ისმენ, ძმაო სალეხ. ძმაო, აქ რაღაც მოხდა. თილკი ვერ გავიგე, ნორმალურად. ძმაო, ჩვენი ამანათი დაზიანდა. სულზმეს შემთხვევით მოუვიდა ძმაო ამანათში რაღაც იდო გატყდა. გვინდოდა ეს თქვენც გწოდნოდათ. თქვენი გაკეთებული საქმის დედას. ძმაო, ახლა რა ვქნათ? ამანათი ნაგავში გადააგდეთ, რა უნაქნათ, იდიოტებო. მერე კი ზღვაში გადახდით. მეგობარო, აქ კარგად ვთამაშობ. ვერ გავიგე აქაური ჰაერის ბრალია თუ ზღვის. ისმენ, თილკი, რა სწრაფად მოგენადრე? ზაფერ, ისევ ნიკოსთან ხარ? ო, თამაშობ და თან ვუგებ. ტელეფონს არ პასუხობს, სულ დასატენი როგორ აქვს. უთხარეს აღამოსდეს იახტა მოუმზადოს. ჩაი კიდევ დაასხი. ნიკომ იახტა ცოტა ხნის წინ ვიღაცას მისცა. მეტი არ აქვს. რა შეგჭირდება მითხარე? თუ გინდა შემიძლია დაგეხმარო. რა შენი საქმეა, რა შემჭირდება? საღამოსთვის მოუმზადე. კარგი მომაგვარებ. არაფერი. თალკის რაღაც ვკითხა და მაგაზე დამირეკა. იცოდა აქ რომ ვიყავი. შენც მოგიკითხა. მიდი ითამაშე. ვერ გავიგე მე რატომ დამოვიდე. ყველაფერი რიგზია? როცა მოხვალ მერე ვილაპარაკოთ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა თუ გინდა კონსულზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვე. იქ პატარა სახლიც მოქვს. როცა თავგზა მოქვს ხოლმე აბნეული იქ მივდივარ. და ჩემს კითხვებზე პასუხსაც იქ ვპოულობ. იქ ყოფნა ძალიან კარგია. მიყვარს იქაურობა. ჯანა, Hemen buraya ახლა ვემოდი.
გისმენთ? ჯანან, ეს აქ რატომ არის? ბატონ ჰაკანს შემოუტანე, მაგრამ გასულა. ჰაკანს ეს დისკი შეხვედრაზე უნდა წაიღო, მისთვის უნდა შეგახსენებინა. უკაცრავად. ტელეფონს არ პასუხობს. ალბათ უკვე შეხვედრაზეა. ახლავე დარეკე ოფისში და უთხარი, რომ დისკს კურიერს გავატანთ. გისმენთ? ბატონ ჰაკანს შეხვედრის დღე შეუცვლია ქალბატონო დოიგო. აქედან შეხვედრაზე არ წავიდა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება გზაში შეცვალა. დისკს რა უყო? კარგი, როცა წავა თვითონ წაიღებს. გამოჯამრთელებას უსურებ. მადლობა. საიდან გაიგე? მაშინვე გამოგიქვეყნებია. მე არ გამომიქვეყნებია, მაგის თავი არ მქონდა. კარგი. მეთე როგორ არის? ოპერაცია დასჭირდება. ახლა გონზეა. შეიძლება ვნახო. დიდხანს თუ არ დარჩები? ექიმმა თქვა, რომ არ შეაწუხოთო. მე თუ მეკითხავს უთხარი, რომ ყავის საყიდლად გავედი. Nasılsın? როგორ ხარ? კარგად. გუშინ უხეშად გელაპარაკე. არ მინდოდა გული გდგენოდა ჰაკანთან თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ხედავ, ეს ტური შენ მოიგე. მე დავიცი. შენ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. ჰაკანს დაველაპარაკები. არა, ეს არ გააკეთო. Ari nervelo. გამიხარდა რომ მოხდი. ასეთ სიტუაციებში თვალებით ყოველთვის შენ გეძებ. შენს გვერდით ყოფნა ყოველთვის მომშვიდებს. ასე დროს მარტო როგორ დაგტოვებ? იმ ფაქტმა ასე თუ აგალაპარაკა ოპერაციის მერე ალბათ ხელსაც მთხოვ. ასე არა? Bana yeniden evlenme teklifi yapacaksın. შენ კარგი ცოლი იყავი. იგი კარგი ქმარი ვერ გამოდექი. წესერად ბოდიშიც კი არ მოგიხადე. შეიძლება ცხოვრებაში მეორე შანსი აღარ მომცე. ბოდეს გიხდი. მაბათი ესუდე. მუსა, ექსაკმა მოგვარებულია რა მოხდა? არა ჩაულებრივი იყო. შენი ფოტოებით ძალიან მოეწონათ, ეს საქმე 90%-ით ჩვენია. მიდი ახლა შენ გაიქეცი. გზაზე საცობები არ არის. მიდი ტაქსით წადი და მოდი.
ძაღლი ცოტა აღმარცეა. თუ არ დაიღლები სასეირნოდ, არაჩვეულებრივი გზა არის. მე არ დავეღლები, მაგრამ თქვენ გემს ვერ მიუსწრებთ. თან ალბათ ბოლო რეისი მალე გავა. მართალია. მაშინ ფაიტონით წავიდეთ. ფაიტონში არასდროს მიჯდარ ხარ? არა, პირველად ძივარ. ბევრი დაგიკარგავს. როცა გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ, ცხოვრება თითქოს დაგცინის. უკვე ისეთ რაღაცაებსაც ვეღარ ვამჩნევთ, რაც ჩვენს ხვერწინ ხდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა. Bana öyle olmuş. Su mu? წყალი გინდა? მოიცადე ძვირფასო. მოდი ება. ფრთხილად. ფრთხილად. მადლობა. Rahat mısın? კარგად ხარ? ი. Ben artık მე წავალ, თორემ ექიმი ალბათ გამაგდებს. doktor kovacak beni. Bir şeye ihtiyacım რამე თუ olsa დაგჭირდება დამირეკე. დაგირეკავ. შენს გარდა ვინ მყავს რომ დავურეკო? ნახვამდის. არა, მაგას თავი დაანებე. სანამ არ დავწმუნდებით, რომ 37 პალატაში მყოფ პაციენტს წამლის მოქმედება გაუარა, ნემსაც კი ვერ გავუკეთებთ. პოტენციის სასამღლებელობებზე აბო? üzüntüden ნერვიულობა და სტრესი არა? Üzüntü, stres. ნერვიულობა და სტრესი. ტაბლეტებზე არაფერს ამბობ. Sefahattan წამლებზე არაფერს ამბობ. ნერვიულობა და სტრესი. სუდი რასაკეთებ, ხომ არ გაგიჟდი? ხო, გავგიჟდი. გარყვნილო. Teke. Beter ol. ღმერთმა უარესად გამყოფოს. აბებს სომდი არა? Yok. თურმე ინერვიულა. Stres. სტრესი კონდა. Bir de bana kendimi თან suçlu თავს დამნაშავედ hissettiriyor მაგრძნობინებს. şey. Bir de utanma. ნაძირავა უცხოდ მეუბნება ასეთ სიტუაციებში შენს გვერდით თავს მშვიდად გგრძნობო. Karı kız იმას კი არ ამბობს ქალის გამო გავხდი ცუდადო. არა ცდილობს ყველაფერი მე დამაბრალოს. ნეტავი მაბებს შენთვის ბოლო მოეღო. ნეტავ მოეკალი. აქედან წაეთრია არანორმალურო. ხელი გაწიე. Daha beter. უარესის ღირსი ხარ. Beter ol. იმედი მაქვს ბოლო მოგეღება. Ne oldu buna? რა მოუვიდე საყვარელო? Hangi haber? რა აბებზე ლაპარაკობდა? ადამიანს ზალით მოკლავთ. ვერ დავისვენე. თურმე აბები დაულებია. თან უნდა რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს. იდიოტი. მაგრამ სულელი შენ ხარ სუდე. მაგას რა გამოასწორებს? აქაურობა მართლა პატარა ყოფილა. მაგრამ ჩემთვის საკმარისია.
თუ შუქი ჩაქრება, ჩემი ფარანი აკდევს. შეგიძლია გამოიყენო. შუქი ქრება ხოლმე? Yani ხშირად არა. pek İşiyatı. sık arada oluyor. Korkar mısın? ხომრ გეშინია. Yok yok. არა, არ მაშინია. Pardon. უკაცრავად. ისმენ. Rüzgarın okulunda რევსგარის სკოლაში უნდა წავიდე. o yüzden შეხოთ რა ამიტომ გადავდე. არა, მნიშვნელოვანი არაფერია. როგორც ყოველთვის რევსგარმა იშხობა. უნდა დაველაპარაკო. onunla birazcık konuşayım diyorum. თუ გინდა მეც წამოვალ. Yanlış ცუდად არ გამიგო, მაგრამ onunla baş ჯობს ცალკე დაველაპარაკო. გასაგებია. Tamam. კარგი. Görüşürüz. დროებით. რევსგარ როგორ ხარ? İyidir Duygu. არა მიშავს დოიგო. შენ როგორ ხარ? Uğraşıyorum. Senden ne haber? İyi. მეც კარგად. Bir sesini duydum. მინდოდა შენი ხმა გამეგო. Yaramaz. ბოლო დროს მგონია აღარ ცალკობა რა? Üstümü tutmaya ვცდილობ კარგად მოიქცე, სხვა რა გზა მოხს. Asayiş Berk'in ასე რომ მორჩა. Kavga yok değil mi? ესე იგი აღარ ჭუბობ. sınırı ვცდილობ ზღვარი დავიცვა. Yok ya. მოკლედ ამ ბოლო დროს ეგ პრობლემები აღარ მოხს. Ders başlıyor. კარგი, ალბათ გაკვეთილი იწყება, აღარ მოგაცდე. კარგი, დროებით. დროებით. დედა ზელიხა, რა ადრე მოხვედი? დავეღალე შულა. გაზგურა გაბუჭდა და უფროსმა გამოგვიშვა. მერე კი ბაზარში გავიარე. მე გავაღებ. Abi. ძმაო, რა ხდება მუსა? არაფერი. შენ ამ დროს აქ რა გინდა? გაზგურა გაუბუჭდა და უფროსმა გამოგვიშვა. ჰომეს კაფეში საქმე აღარ მქონდა და ვიფიქრე სახლში შევივლე მეთქი. იალდა სად არის? Duşta აბაზანაშია. biz kızartma სადილი რომ მოამზადეთ, საჭმლის სუნი ავდიოდა და გადაწყვიტა ებანავა. კარგი. დრო მაქვს. იალდასაც ვნახავ. Tabii abi sen კარგი, შენ იქით შედი და ყავას მოგიმზადებ. კარგი. მიდი შვილო. Seni anne ესენი ერთად დავალაგო. bir yerleştirelim mi? რა ხდება? Zeli anne. დედა ზელიხა, დავიღუპეთ. Bittik abi. ჩემი ძმა ამჯერად მართლა დაგხოცავს. რა მოხდა შვილო? იალდა აბაზანაში არ არის, გასულია. საწავიდა. İş görüş. გასაუბრებაზე. Ne yapacağız? რა უნდა ვქნათ? მერთო შვილო. ამ გიჟის ხასიათი კარგად იცით და მაინც რამდენს ბედავთ. როდის მოვა? Ya eli არ kulağımda ვიცი, 15 dakika 15 önce წუთის geldi. წინ დავურეკე და გზაში ვარ, მალე მოვალო. მერთო რა უნდა ვქნათ? მიდი შენ გარეთ გადი და კართან დაელოდე. მე რამეს მოვიფიქრებ და მუსას გავართობ. კარგი. მუსა, Yavrum, შვილო, Secin elinde შენ ხომ ყველაფერი გეხერხება? yatağın kenarı საწოლის გვერდი ჩამოვარდა. böyle boş მაინც oturuyor. ტყუილადზე ხარ, ნახე, იქნებ გააკეთო. ცოტა ადრე რომ გეთქვა, კაფედან ხელსაწყოებს ამოვიღებდი. O aşağıda საჭირო ხელსაწყოები ქვემოთ არის. შენ ოთახში შედი და ახლავე მოგიტან. კარგი, ნახავ. ჩემი ყოჩაღი, გაიხარე შულა. Hadi be kızım. სად ხარ გოგოამდე ხარ სად? ეს რა დღეშია? სულ ამოვარდნილა. მუსა, bu işini gör. ეს გამოდგება შულა. ო, გამოდგება, მაგრამ საწოლი ძალიან ძველია. ახლა გავაკეთე, მაგრამ მალე ისევ გაფუჭდება. Musa, მუსა, senin elinden შენს ხელებს ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია? მიდი, დარწმუნებული ვარ. შენ რომ შეაკეთებ, აღარაფერი მოუვა. მომეცი? მოდი დამეხმარე. მოდი ეს დაიჯირე. მოიცა შულა, არ იჩქარო. გიჯირავს? Ben bir işaret koyacağım. Ay, თუ ვერ იჯერ, მე დავიჯერ. yok
არა, არა. გონი ხელი ვიტკინე. აი მიჭირავს. მეცადე მონიშნავ. კარგი. დედა ზელიჰა გაუში მე მიხედავ. არა, შულო, მოდი ერთად გავაკეთოთ. ნახე, ახლა აქეთ ამხარე მოძრა. Hadi be kızım be. დროზე, დაუჩქარე. გამოიქეცი. Ne oldu? რა მოხდა? Abim geldi. მუსა მოვიდა. რა? Sen düştün. შედი მიდით მადაისველი ვითომ იბანავე. დედა ცდილობს ლაპარაკში გაართოს. როლზე დამამტკიცეს. იმედია იქამდე გაცოცხლებს. მორჩა, ისე როგორც თქვა. Eline sağlık. ო, შულო, გაიხარე. Ama şu çekmeceden მაგრამ ეს უჯრედს რომ გაფუჭებულია? მოიცადე ვნახავ. რა სჭირს? შეულებრივად მუშაობს. Allah ღმერთო, გაფუჭებული იყო. Allah. Ya zoru მართლა გეუბნები, შულო. Doktoru gör. არ მოძრაობდა ხელის შეხებით გააკეთე? ღმერთო ჩემო. Eline sağlık. მგონი დაეძინა. გამოვიდეს და დამეხმაროს, იელდა. რა გაყვირებს, მოვდივარ. Ay abi. ძმაო, სანამ პროდუქტს ვალაგებდი, შენიყავა და მავიწყდა. Ya. Neyse. არა უშავს. Önemli değil canım. Ben kaçtım. კარგი მეწავედი. Buzdolabı მაცივარი სულცარიელია, მაპატია. ama üstünde birkaç ზედ ტელეფონის ნომრები აწერია. Ararsın. დავრეკავ და ყველაფერს მოგიტანენ. Ben pek bir şey არ yiyecek მშია, მაგრამ დავრეკავ თუ მომშივდება. Ben მაშინ მე ეწავა. vapuru გემს მივუსწრებ. Hakan Bey, ბატონო ხაკან, tekrar teşekkür კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. Eğer bu თუ ეს ბოლო მადლობა იქნება, მაშინ პრობლემა არ არის. hoşça kal. ნახვამდის. İyi akşamlar. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. Hadi Fatih'ciğim. კარგი, მე წავედი, ბატი. İyi akşamlar. ღამე მშვიდობის. Hale. ალე, Hayret. ჩემი ტელეფონის ნომერი გახსოვს? Umut Hanım'a ქალბატონო ulaşmaya მოცაც çalışıyorum. ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები. Artık cidden ორივე merak ძალიან ediyorum. მაბრაზებთ. Çok yoğun. ძალიან დადირთული ვარ და ამიტომ. Umut მაპატია. უმოც კი açamam. გადაღებები აქვს და ამიტომ ვერ გპასუხობს. Peki bu güzide კარგი, და ახლა რომ გაგახსენა ჩემი თავი. Ya canım. მაპატია, ჩემს თანამშრომელ ჰასანს ვურეკავდი და შეცდომით შენთან დავრეკე. მაპატია, Yanlışlıkla seni aradım. Kusura bakma. ბუდის ვიხდი. Vay be. ესე იგი ასე არა? Öyle oldu. İnsan o kadar შეფწყვეს მაინც. ეს უნდა მითხრა? ალე, მაპატია. Ozan ოზან. მომკარგად ხარ. bak ცუდი ხმა iyi გაქვს. gelmiyor kötü bir şey yok. მოხდა რამე? Yok. არა, არაფერია. უბრალოდ ძალიან დადირთული ვარ. Falan. Bu aralar çok yoğun. სამსახურში ძალიან ვიღლები. Kusura bakma. ნუ გეწყენება უბრალოდ შენზე მართლა ვნერვიულობ. Demek o cadı beni ესე იგი keyiflikten უმუთი aradı. ძალიან დაკავებულია და ჩემთვის არ სალია, არა? უთხარი გონს მოვიდეს, თორემ ტელევიზიით საჯაროდ განვაცხადებ. პოპულარული გახდი და მეგობრები დაივიწყე მეთქი. კარგი, რა დავცემ?
Söylerim. გადავცემ. Hadi. კარგი. Kızlar benim. გოგოებო, დაველაპარაკებოდი და ვეცდებოდი დამეთანხმებინამ. მაგრამ ახლა Abimciğim. ჩემი ძმის დათანხმება ასე ადვილია, ვერ ნახე დღეს რა განწყობით მოვიდა. Uğradım. მასთან არაფერი გამოვა. ილდა, უმუც ხომ არ დაველაპარაკოთ, იქნებ მაგ სააგენტოს შესახებ გავიგოთ. Piyasada onca კინოინდუსტრიაში უამრავი კომპანიაა. O başladığında უმუთმა ყველა ხომ არ იცის. როცა მან მუშაობა დაიწყო მისი სააგენტოს შესახებ რამე იცოდი? იმდენი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, მაგრამ უმუთმა ყველაფერი გადალახა. ჩვენ რომ მასზე ნაკლებად ნიჭიერები ვართ, შენი აზრით ჩვენ ვერ შევძლებთ? არა შუღო, ამის თქმა არ მინდოდა. ამდენი ხანია ვწვალობ და ძლივს გაგვიმართლა. ეს სიკეთე გაგვიკეთე დედაზელიხა. მართალია ახალი კომპანიაა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილია და საკარგი რა გვაქვს. Ne kaybedeceğiz ki zaten? გოგოებო, სათხართ ამდე ხანს. რამდენი საათია გელოდებით? Geliyoruz. მოვდივართ ძმაო. Bizim de bir fırsat ჩვენც ხომ გვაქვს რაღაც ისუფლება. Kim o? ვინ არის? მე ვარ, აგანი ვარ. გემმა გაგასწროთ. მაგრამ გაგიმართლა. შეერი აღარ დარჩები. მობრძანდით. მოდი. კარგია. აკეთ. უმერთვა. ეს რა მკვდარია? მოყვირი და ხმას დაუწია. ძმაო, რა ვიცი? მეგონა უბრალოდ შეაშინებდით. მისმინე ძმაო, მეშველების პატრონი ვარ. ამ საქმეში ნუ გამართ. თუ უნდა გეწოთუნა რაღაც დაიჩემე იახტის შოვნაში დაგეხმარებითო. საიდან უნდა ვსადნოდა რომ საქმე აქამდე მივიდოდა? უმისნობთ არა? არა, მე არაფერი არ ვიცი და არც არაფერი დამინახავს. არავის არაფერს ეთქვი. ჩუმად ვარ. გამიშვით და წავალ. კარგი. მუსა ამ დროს იახტა სად უნდა ვნახოთ? ნერვულობისგან ისედაც მაგან გალებს. დაწყნარდი. ახლა უკვე შენ საქმეში ხარ. და იგი ზაფერ. საქმეში ხარ.
Hakan Bey. ბატონო ჰაკან, Ben მე meydana წავალ სასტუმროს მოვძებნი. Olur mu? აბა რას ამბობ, რას სულელობ? Hem ben... სასტუმროში მე წავალ. Lütfen. არა, ძალიან გთხოვთ ბატონო ჰაკან. თქვენი სახლიდან გაგდება არც მე ფიქრია. თქვენთვის საჭმელიც გიყიდიათ. Siz bu gece Darçet burada de kalın, Dyson-et. dinleyin biraz. Fayton ფაიტონი უნდა გამოვიძახო თუ ქუჩაში დავდგე და რამეს დაველოდო. ამ საღამოს შენ ნაკრჩები, მე კი სასტუმროში. და ამაზე აღარ ვიგამათოთ. Onları ეს საჭმელი ჩემ მოგიტანე. lütfen bir şey... ხო, ჭამე და დაისვენე. დილით დავილაპარაკოთ. Sabah konuşuruz. ასე რომ დროებით. Hakan Bey. ბატონო ჰაკან, Sağ olun. დიდი მადლობა. Bildiğimiz o. წარმოუდგენელია. დემეთი მკვდარია. სახომაროდ საქმე არ გვაქვს. ჩვენს იდიოტებს იარაღი შემართული დარჩენიათ. უბედური შემთხვევის გამო მოკვდა. გითხარით არ მოკლოთ მათი. უბრალოდ უნდა შეგეშინებინათ, ეს რა ჩაიდინეთ. ის უკვე მკვდარია და ვეღარაფერს გავხდებით. მოსჩა. ღმერთო, ახლა გავგიჟდები. გავგიჟდები. მოდი დალია დაიგო და გონსმოდი. საქმეზე უნდა ველაპარაკოთ. გულერზე გივიდეს. რა საქმეზე? Ne iş? ეს ქალი ცნობილი ადამიანია. ის ინგლელობის გვალის რაბათ უნდა წავშალოთ. ამისთვის დამატებით მოგიწევს გადახდა. მე თქვენთვის არ მეთქვამს მოკალით მეთქი, ამ საქმეში ვერ ჩავერევი. ჭირში დალხინში ერთად უნდა ვიყოთ. ამ ანგარიზე ხვალ 75,000 თუ არ ჩარიცხავთ, გვამს თქვენი სახლის კართან დავტოვებ. შედეგებზე კი პასუხს თქვენაგებთ. 75,000? Hadi ince ეს თანხა სად უნდა ვიშოვო? ეგ უკვე თქვენი პრობლემაა. ჩვენი პასუხისმგებლობას და გაუთვალისწინებელი შემთხვევაც მაგპასში შედის. გასაგებია? ჯანდაბამდე გზა გქონიათ. თქვენთან საქმე როგორ დავიჭირე? ახლა სად უნდა წავიდე? მიდი. რა იყო გასაღები და გავისყდა? დუიგო? Hakan yok. ჰაკანი არ არის? მე შენთან მეგონა. დუიგო. Sen iyi misin? კარგად ხარ? Yok. Gideyim. კარგი, მე წავალ. დუიგო. Bak ცუდად გამოიყურები. rengim falan სახეზე ფერი არ გადევს. Abime bir şey ჩემს ძმას რამე ხომ არ მოუვიდა, სიმართლე მითხარი. ნუ სულელობ საყვარელო. Öyle bir şey olsa ასე sana რომ იყოს არ söylemezdim. გეტყოდი? Ben ძალიან დაღლილი ვარ. yoğunluktan yanlış anlamışım. Eve სახლში უნდა geçecek წავსულიყავი და saatim მექანიკურად აქ წამოვედი. Ararım şimdi. ჰაკანს ახლავე დაურეკავ. Merak edecek. სანერვიულო არაფერია. მართლა? Ben senin შენს için გამო masaya სიცოცხლეს hayatını სასწორზე ვდებ. koydum. Sen kim შენ კი bilir ვინ hangi იცის gecesinde სათხარ და o რას bunları აკეთებ? söylüyorsun? დასვენება მჭირდება, დღეს სახლში ვერ მოვალ. ჩვენ შორის დარჩეს. უმოთის გვეშინოდა. და ჩვენი შვილი კი ნახე, რას აკეთებს. რაგებ, ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ არ არსებობს. ჩვენ არა. რასაც დააშევებს, თავად უნდა მოაგვაროს. temizleyecek, tamam mı? Bak,
ხვალე მელესასთან შეხვედრა არ მინდა. არ დამანახოთ. ის შენი შვილიშვილია, გესმის? შვილიშვილი. სანაგვეზე რომ მოგისროლა ამას ხვდები? ნამდვილი ვირია. რაგიბ, უმუთი ოზანს ამას არ აპატიებს. ოზანი ისედაც განადგურებულია, ახლა კი სულ მოიღება ბოლო. ანუ რა გამოდის ეს ბავშვი უნდა მივიღოთ? საყვარავა, ოზანი თუ უაზრად იქცევა, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ? ეს ბავშვი ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ისიც კი არ ვიცით უმუთს ოდესმე შვილი ეყოლება თუ არა. როცა ამ საქმეში უხეშად ჩავერიეთ, ყველაფერი მაშინ გაფუჭდა. ეს რომ კარგად გახსოვს. რომ გახსოვს? ეს რომ მომუც გაეკეთებინა, სახალხოდ მიაყენებდი შეურაცხყოფას, სახალხოდ. იტყოდი, რომ გათხოვებამდე ბავშვის გაჩენა რატომ გადაწყვიტაო. გარდა ამისა, მელისი საერთოდ არ მომწონს. არ მომწონს, გესმის? რატომ დაწვა ოზანთან, როცა დარწმუნებული არ იყო, რომ ცოლად შეირთავდა? მისმინე. ამ თემასთან დაკავშირებით მიკერძოებული არ უნდა იყო. გასაგებია? ამას შენ გეუბნები და მორჩა. ჩაი დამიწყებია. დატვირთული დღე იყო, არა? ქალბატონო სუდე ყავა არ გინდეთ? Kalbatan sude რა გჭირთ? თქვენი ყვერილიც კი მომენატრა. Allah bana bağırmanızı bile özledim. წადი შუა, წადი. გვიანია დაიღალე. ბატონი მეთეს გამო თავს რატომ მიდანაშაულებთ? იმიტომ რომ სულელი ვარ. თავს იმიტომ მიდანაშაულებ რომ სულელი ვარ. სიტყვაც კი არ უთქვამ სიმცხოლოს, ერთი სიტყვაც კი. უთხარი საქმეს დაგიბრუნებ მეთქი, მან კი მიპასუხა ვალდებული არ ხარ, მე თვითონ მევხედავო. თანაც თავს მაწოდებდა. იმას კი არ ამბობდა რომ იმ სულელის გამო აბებს ყვაპავდა. რა აბებს? იმის გამო სომდა? მე კი რას მეუბნებოდა გითხრა? შენთან თავს ძალიან მშვიდად ვიგრძნობო. თურმე რას აკეთებდა ის ცხოველი? რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ყველა მსახიობი უნდა წავართვათ. კარგი? სანამ სომშრალზე არ დარჩება, არ გავჩერდები. იცინე. მე ეს დავიმსახურე. ისიც დამცინის, უფრო მეტიც მეთამაშება. თვალთ მაგცობდა. ვითომ ვენატრებოდი. ვითომ ჩემს გარდა არავინ ყავდა რომ დაერეკა. მაგრამ დამაცადოს. ისე ვაცინებ რომ სიკვდილს ვანატრებ. მე მაგას ვაჩვენებ. ვანანებ. არა, მე მაგას ვერ ავიღებ, სისხლიანი ფულია. თუ არა იღებ, იცოდე თავში გამოხვდება. ვერ გამოგართმა. მაგ ფულს ვერ მოვიხმარ. არ შემერგება. არა, არ შემერგება. ახლა პირდაპირ სახლში წადი. და ეს ღამე სამუდამოდ დაივიწყე. ერთი უმნიშვნელო ჯორის რომ გავიგოთ. იცოდე რომ შენც იგივე ბედი გეწევა. ხომ ხედავ?
ნახე როგორ დავემუქრე. მაგარი ხარ ჩემო ძმაო, მაგარი. ამაღამ კიდევ გვაქვს საქმეები. ვერც ნუ ლაპარაკობ. გამოდი. დილამ შვიდობის ადრე მოსულ ხართ, ჯანან. ბოდიში ხომ არ შეგაშინეთ? არა. უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი. არ გელოდი. ყავა საქმე ერთმევთ? არა, ჯერ დრო არ მაქვს. ჩემი ჩანაწერები ხაკანის მაგიდაზე დამრჩა, ამიტომ შემოვედი. ისედაც ბევრი დრო დავკარგე. შეხვედრა გაქვთ არა? მოდი შუა დღისთვის გადადე, კარგი? ქალაქში ქაოსია. აქ კი ნამდვილი სამოთხია. საოცარი სიმშვიდეა. ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიქცე. სახლი უკვე ისი. გასაღები აიღე და წამოდი. ო, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ არის. პირიქით უნდა დაუბრუნდე და ჩემს ყველა პრობლემას თვალი გავუსწორო. მადლობა. მიხარია რომ აქ თავშესაფარი მაქვს. თქვენ კარგად გეძინათ? კი, კარგად. ჩავსხდეთ? კარგი, თქვენც წადით და მეც მოვალ. გისმენთ. სად ხარ? სახლში. კარგი, დამელოდე, მოვდივარ და ვილაპარაკოთ. მელის საყვარელო, შენთან გულწრფელი ვიქნები. არ ვიცი დეტალებში რამდენად ხარ გარკვეული, მაგრამ მე უმუთისა და ოზანის ქორწინების წინააღმდეგი ვიყავი. იმიტომ რომ ჩემი შვილის გვერდით შენაირი გოგო მინდოდა ყოფილიყო. თუმცა აზრად არასდროს გამევლია რომ თქვენ ასეთი ურთიერთობა გექნებოდათ. ჩვენი ურთიერთობა ბოლოს ძალიან ჩაიხლართ ქალბატონო ემელ. ამის ახსნა უბრალოდ გამიჭირდება. იმისთვის რომ ეს აგიხსნათ, ბევრი სხვა დეტალი უნდა მოგიყვეთ. მე კი არა, ცუდად არ გამიგო. მე აქ შენს დასადანაშაულებლად არ მოსულ ვარ. მოსახდენი მოხდა. ახლა მხოლოდ ბავშვზე უნდა ვიფიქროთ.
ოზანი რას იზამს? უმუთი როგორ აპატიებს? თქვენ ორნიგ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? მე ეს არ ვიცი. მხოლოდ ერთი რამ ვიცი. მე შვილი მინდა და ძალიან მეხარია ბავშვის გაჩენა რომ გადაწყვიტე. გონება ჯერ კიდევ არეული მაქვს. არ მინდა სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დავძაბო. არც ის მიფიქრია რომ საქმე აქამდე მივიდოდა. აბა რას ფიქრობდი საყვარელო? მეუბნებით რომ ჩემს გასაკიცხად არ მოსულხართ. არა და ამას დაუფიქრებლად აკეთებთ. თქვენი სიტყვები თავმოყარეობას მილახავს და გულს კიდევ უფრო მეტად მტკეს. სიმართლე გითხრა იმედი მეც გამიცრუე. ოზანის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ის რომ უმოწზე იქორწინა და არა შენზე, რასაკვირველია მისი ბრალია. შენ არ გაბრალებ. ამის უფლებაც არ მაქვს. ძალიან გთხოვთ ცუდად არ გამიგო. აქ ზედმეტს ვერავინ ვერაფერს კადრებს ქალბატონო ემელ. ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. ყველას დადანაშაულება ადვილია. დილამდე რა მექნა, ან საით გამეხედა? არ ვიცოდი. ალესას დაურეკე, მაგრამ არც მასთან არ იყავი. არავისთვის არაფერი მithქვავს. მინდოდა ტკივას მარტო გამკლავებოდი. იცი, ახლა თავში უამრავი აზრი მომდის. უამრავი რამ მინდა გითხრა, მაგრამ სათქმელს ვერ ვუყრე თავს. უმუთ, გეფიცები. ეს მაშინ მოხდა, როცა ცუდი პერიოდი გქონდა. ნაჩხუბრები ვიყავით. ერთმანეთს დავშორდით. ოზან, თუ გაიხსენებ შენს გამოვეჩხუბეთ. შენი სულელური ეჭვიანობის გამო და ამით რა მოხდა? შეცდომა გამოასწორე? მითხარი რას ნიშნავს ეს? არა, შენ არ ვიცი როგორ აგიხსნა. მაგრამ ვეცდები აგიხსნა. ასეთი რამ გონებაში არ გამევლია. გეფიცები, მე ის უბრალოდ ნომერში უნდა დამეტოვებინა. გისმის? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მაგრამ ეს ერთხელ არ მომხდარა ოზან, არა? გახსოვს მე რომ აქ მოვედი, ის ქალი მაშინაც აქ იყო. შენ ოთახში შეხვედი, ჩაიცვი და ჩვენი ქორწინების დღეს დასანიშნად წავედით, გახსოვს? ცუდად ვიყავი. ის იმ დღეს სამსახურიდან წამოვიდა და საზღვარგარეთ მიდიოდა. და სამშვიდობებლად მოვიდა. ო, დამშვიდობებაც ზუსტად ასეთი უნდა. როგორც მოხდა ზუსტად ისე გეუბნევი. იცი, მას შენზე ვუყვებოდი. იცის როგორ ძალიან მიყვარხარ. შენს ურთიერთობას აზრი არ აქვს. და მიჯერე. მართლა არ აქვს აზრი, გეფიცები. ო, მაგრამ ბავშვს აქვს აზრი, ოზან. და უნდა გქონდეს კიდეც. რას ქვია არ გავაგზავნე საყვარელო, ოზანმა ეს უნდა ნახოს. ქალბატონო ემელი, ისიც კი არ ვიცი რატომ გადავიღე. ასეთი რამ არ მჩვევია. არ ვიცი, ალბათ ფეხმძიმობის გამო მგრძნობიარე გავხდი, ნერვებს ავყევი. ახლავე უნდა გავგზავნო. ქალბატონო ემელ, ძალიან გთხოვთ, იქნებ რაღაც ახსნა არსებობს. თუ ასეა, მაშინ აგვეხსნას. შენ ნუ ჩაერევი. ახლა ოზანის წყენინება ყველაზე ნაკლებად მინდა. ძალიან გთხოვთ, დამიბრუნეთ. მე შენს გარდა არავინ არ მინდა. ეს თავიდანვე შეცდომა იყო. ო, დიდი შეცდომა იყო, ვიცი. მე მას ვუთხარი. ვუთხარი და ეს მელისმაც იცოდა. ვალდებული არ ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. ვალდებული არ ვარ. მე ხომ მას ყველაფერი ხომ ვუთხარი. მისთვის არ მიღალატია, გესმის? არ მიღალატია. ხო, მაგრამ შენ მე მიღალატე. ოზან, მე მიღალატე. თუ
თუ თქვენ შორის მნიშვნელოვანი არაფერი იყო, პირდაპირ რატომ არ მოხვედი და რატომ არ მითხარი? მაშინვე რატომ არ მითხარი? იმიტომ რომ შენი დაკარგვის მე შენოდა. გუშინ სახლში არ ყოფილხარ. არც ხალესთან ყოფილხარ. სად იყავი? ოზან, ახლა ეს არის პრობლემა. უბრალოდ მაინტერესებს სად იყავი. სასტუმროში დავრჩი. სასტუმროში. კუნძულზე. აკანთან ერთად. იმ იდიოტთან ჩემთან განქორწინებაზე საუბრობდი არა? უილის გამო მე მხოლოდ პასუხს და შენ იგივეს აკეთებ. ოზან, გადაღებაზე რომ ვერ მივედი. საკმარისია. გაჩვენდი. ყველაფერს მიმალავ. შენ ჩემი ცოლი ხარ. ჩემი ცოლი. იმ იდიოტს იქ სახლი აქვს. ნუ თუ იქ დარჩი. იქ დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ როცა გემი დაგამშვიდ არა? გულში მაგრად შეგიგრა ხო ასეა? ბოდა, ახლა შენთან ლაპარაკს ვეღარ გავაგრძელებ. ჩემთან განქორწინების შემდეგ კიდევ უფრო კარგად დაგამშვიდებს. გასმოდი. გინდათ რომ ბოდიში მომახტევინოთ ხო ასეა? არ გაგივათ. თავს არ გაგასულელებინებთ. არ გაგასულელებინებთ. განქორწინებაზე ხელს არ მოგიწერ, გაიგე? არ მოგიწერ. დედა, ეს გოგო ორმაგ თამაშს თამაშობს. თავს ტყუილად იდანაშაულებ, ოზანს უფლება აქვს იცოდეს და დროულად დაეხილოს თვალი. ახლა ჩვენ ოზანს ყულს ვატკენთ და სხვა არაფერი. ის ჩემთან მაინც არ გამოიქცევა. ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს. მე ამის მოლოდინი არც არასდროს მქონია. უბრალოდ მინდოდა დედა გამხდარიყავი. სხვა არაფერი მინდოდა. ხო და გახდი. როგორ? ამ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მივიღებ. ბავში გააჩინე. უთხარი რომ ბავში მოიშორე და ცოტა ხანს არ გამოჩნდე. შვილო, შენ თვითონ თქვი რომ სხვა შანსი არ გაქვს. იმის გამო რომ ოზანს ეწყენება დედობაზე უარი რატომ უნდა თქვა? შვილის ყოლა ხომ ყველა ქალის უფლებაა. მერე ოზანი გონსმოვა. შენთან დაშვებულ ყველა შეცდომას ინანებს. შენ კი მუცლით მის შულს ატარებ. ადამიანი გინდი იარაღით მოგიკლავს და გინდა აბორტი გაგიკეთებია. ეს ხომ ერთი და იგივეა. ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას მე ვერ მოგცემ. არ დაუშვებ რომ ჩემი შვილი მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ გრძნობდეს. ასე რომ ძალიან გთხოვ, გააჩინე შვილი და გპირდები მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიქნები. მალე ოზანიც ყველაფერს მეხვდება და ყველაფერი მოგვარდება. გისმენთ? სასწრაფოდ ბატონი ჰაკანი დამალაპარაკეთ. ვინ კითხულობს? მეგობარი ვარ, შეხვედრა გქონდა დღეს. ბატონი ჰაკანი სპორტ დარბაზშია. 1 საათში დაბრუნდება თუ გნებავთ? კარგი, თავად დავუკავშირდები. მადლობა. ქალბატონო დუიგო, ბატონმა მეხთეთმა? მერე.
Alo, გისმენთ. hesabınızı შეგიძლიათ ანგარიში შეამოწმოთ. Eyvallah. წარმატებები მეგობარო. აბა სად არის აგები? Rakip nerede? შენთან შერკინება ერთ შენს მეგობარს სურს. ემზადება, მალე მოვა. Birazdan gelir. Kim? ვინ არის? მე ვარ. Anne. შვილო, რა მოხდა? ოზანს ხომ არაფერი მოუვიდა? Yavrum. საყვარელო, რამე Bir şey მითხარი? söyle yüreğime indirme ne olur. Bu ne? ეს რა არის? Boşanıyorum. ოზანს ვაყრები დედა. Yürü git. საქმეს მიხედე ოზან. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს. Kafayı. გაგიჟებულ ხარ. და შენ ჭკვიანად იქცევი? მე კაცურად მაინც მოვედი შენთან. შენსავით ზურს უკან საქმეებს არ ხულართავ. და აქაც კაცურად მოვედი. ოზან, Belanı პრობლემას ნუეძებ. Sen benden. შენ უკვე იპოვე პრობლემა. წავალ დედა, მომამზადები, თორემ გადაღებაზე დამაგვიანდება. Bu halde nasıl ასე gideceğim როგორ ya? უნდა წახვიდე შვილო. Ne yapayım? მითხარი რა ვქნა? Elimde სხვა başka bir გზა şey mi მაქვს? kaldı? Annem. შვილო, Çocuk seni იმეგრომ არ tanımıyor. გიცნობს ცილს რომ გწამებს. Bastırır gibi. Umut. უმუთ, Belki biraz იქნებ sakin დამშვიდე. Anne! დედა, Anne მე შვილს ვერ გავაჩენ. ის კი ჩემზე დაქორწინდე და სხვა ხალი დააფეხმძიმა. ახლა მის დამშვიდებას ველოდო? ბოდიში კიდევ მე მეუხადო? Gidip ben mi özür dileyim ondan? შვილო, გახსოვდეს. სანამ ცოცხალი ვარ, სადაც არ უნდა ვიყო. უმუთთან მომავალი არ გაქვს, გაიგე? უმუთი შენი ვერასოდეს ვერ გახდება. შეიგნე. რამდენჯერ გითხარი, მის დასაკარგად მე არ დაგჭირდები. საკმარისია მეგობრებო. დაწყნარდით, მორჩა. ოზან, იმ ბავშვზე რას ფიქრობ? მე ცოლიანი კაცი ვარ, მამა. უმუთი ჩემი ცოლია. მერე რა გაყვიროს? თითქოს მე ვიყო დამნაშავე. უმუთი სახლიდან არ წავიდა? როგორ არის შენი ცოლი? დაბრუნდება. წასვლაზე ადვილი არ არის. სახლში როგორ დააგავებ? ჩემი აზრით ჯობს გაუშვა და დრო მისცე. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობას. მე მას დაველაპარაკები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავითანხმო. უცხო რომ გისმენდეს, იფიქრეს, რომ შენ კი არა, მან გიღალატა. დამნაშავე ხარ და მაინც დიდგულზე ხარ, შვილო. ასე რომ შეეშვი. ასე სჯობს. ცოტა დაწყნარდი. თორემ დღე კიდევ უფრო გაგიჟდები.
neredesin sen? სად ხარ ხაკან? Dünden beri გუშინ დელი დღიდან მოყოლებული საჯანდაბაში ხარ. ლუიგო რა ხდება? Rüzgarın რუზგარს ანანაირი პრობლემა არ ქონია, შენ კი გუშინ სახლში არ ყოფილხარ. მადანა შეულებ? Şimdi ანუ თვალთვალი დამიწყე რა? sana შენი ნახვა მჭირდებოდა. seni შენი görmeye მხარდაჭერა mჭირდებოდა. senin Her şey desteğine izle be. ihtiyacım olamaz mı? affedersin. აპატია. Kaçmak მომიცე ხანდახან აქედან გავბიორ ხოლმე. adaya git. კუნძულზე ვიყავი. Neden karşı? რას გაიქეცი? Duygu. ლუიგო, Senin რა duygun გჭირს? var. Bir gün önce ამის ახსნას მაშინ შევეცდები, როცა შენთვის მნიშვნელოვანი გავხდები. Şimdi ახლა კი თვითონ ვიპოვე გამოსავალს. უმოთ. Ozan git Allah aşkına. ოზან აქედან წადი. აკანს რომელი მსახიობისთვის გაუღია კუნძულზე თავისი სახლის გარემით ხარი, რომლის გამო მიუტოვებია საქმე. შენს მემართ განსაკუთრებულ ყურადღებას რატომ იჩენს? შენ რა ამას ვერ გრძნობ? Salay atmak işine geliyor senin değil mi? İşine ო, რა თქმა უნდა გრძნობ, მაგრამ არ მიჩნევ სიამოვნებს არა? შენს მოგწონს არა? აღიარე, ერთხელ მაინც აღიარე. მიდი, კინოინდუსტრიის ბოსის ყურადღების ცენტრში ხარ. ne ister? მიდი, Gururun მეტი რა გინდა? გიამაყება რა? Ne oldu? მითხარი რა გინდა? ჩემი სიტყვები გულზე მოხვდა? Seninle შენთან konuşacak სალაპარაკო hiçbir şeyim yok benim აღარაფერი ya. მაქვს. Şu haline საკუთარ bak თავში sen. ხედე ოზან. Ben avukatımla ადვოკატს konuştum. ველაპარაკე. O dava განქორწინება მალე açılacak. დაიწყება, Tamam mı? გასაგებია? Hadi iyi akşamlar. დამშვიდდი ღამამშვიდობის. სულელურ მდგომარეობაში მე აღმოჩნდი მე. დიდი ხანია თურმე თავს ვისულელებ. შენს გამო ჩემს ოჯახსაც კი ილვარებ თქვი, ხოლო შენს გამო. ოზან, ამ შუაღამისას ნუყვერი. Musa gelecek. სადაცაა მუსამოვა. ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მარტივი არ არის, ქალბატონო უმოთ. თუ დამშორდები, ყველას გავაგებინებ, როგორ მოკვდა მამა შენი.